ხალბატონი ფონ დერ ლაიანი ვერ შეცვლის გეოგრაფიას, ვერცვენავენ ვერ შეცვლის. ამიტომ რეალობიდან გამომდინარე ეს ძალიან კარგი განცხადება იყო და ჩვენი მხრიდანაც ხალიევის განცხადება, ნამდვილი მეგობრის განცხადება იყო, ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი რეაქცია იყო. ამიტომ პერსპექტივა ამ გზის და ევროპის დაინტერესება რაც მთავარია. ევროპის დაინტერესება აღმოსავლეთიდან წამოსული ტვირთებით და რომ ევროპაში მოხდეს ჩვენი გზის გავლით აქ თვითონ განაცხადეს ახლა ახსენოს არ ახსენოს სამხრეთ კავკასიას გვერდის გზა ვერაულის. მაგრამ ეს ურთიერთობები სხვა შორის ირანის მომენტით ძალიან გასათვალისწინებელია, როდესაც სომხეთზე საუბრობს. ესე არ არის. და ირანს არ ახსენებს, ირე არ გამოვა. და გარდა ამის არც სომხეთსა და თურქეთს შორის არ არის გახსნილი დერეფანი, იქ ზანგეზურის დერეფის საკითხი არის. იქ საერთოდ სომხეთი ამოვარდება მაშინ თუ თურქეთთან თანამშრომლობენ და ძალიან უხერხული განცხადება კი გააკეთა. და ირანთან დაკავშირებითაც ახლა ისევ ვიმეორებ ყოველთვის მომხრე ვარ, არ მხოლოდ მე ვეთანხმებ უბრალოდ იმ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომელიც მოგვიწოდებენ რეალობიდან გამომდინარე საუბარს. განაცხადა ტრამპმა სულ პირველად, რომ ირანი თუ ამას არ გააკეთებს, დაუმობავთ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ და აგერ ერთი დღის უკან ზის ისრაელის პრემიერთან ერთად კონფერენციაზე და უცბად იმაზე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან და აცხადებს, რომ ჩვენ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებას ვიწყებთ შაბათსო. რაღაც ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია დღეს ვკითხულობდი რეაქციებს ამ იმაზე, რა ქვია, ამ განცხადებაზე. და თურქეთისადმის ნეტანიაჰუმ ძალიან განწყობილი განცხადება გააკეთა. თან ამავე დროს ერთი დღით ადრე ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენ არ დავთმობთ და უკან არ დავიხევთ და ასე და მანამდე ორთვიანი ულტიმატუმი მისცა ტრამპმა ირანს. ამიტომ მე ამით რისი თქმა მინდა, განცხადებებს კი არ უნდა დაუგდოთ პირველ რიგში ყურის. შედეგებს უნდა დავუთმოთ ყურადღება, რა მოყვება ამას და რეალურად რა განხორციელდება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ექსპერტებსაც, პოლიტიკოსებსაც აქვთ იმის უფლება, რომ პროგნოზები გააკეთონ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში პროგნოზებიო, მანდა მაინც კარგი საქმე არ არის, ჭკვიან ხალხს უთქვამთ. ხო და კი ბატონო, მაგრამ მაინც აკეთებენ პროგნოზებს, მაგრამ ეს პროგნოზებიც უფრო რეალობიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ. ეხლა მე პირადად როგორც ჩემი გამოცდილებით, როგორც მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ როგორც აღმოსავლეთს პირველ რიგში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ირანს ომს არასოდეს არ დაუწყებს.